მოთხრობილი ამბები ნამდვილად ეხმიანება იმ მიმდინარე მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ყოველდღურად ვადევნებთ თვალს. ადამიანები ხო ამბობენ, რომ შეცდომებზე სწავლობენ და ჩვენ ასეთი გამოცდილება არ გვაქვს, როგორც ამ წიგნის ავტორს. სიჩუმე თანამონაწილეობაა. თითქოს ეს სინდისის დამშვიდება არის, რომ შენ არ ხარ თანამონაწილე, მაგრამ შეიძლება დადგეს დრო, როცა ჩვენ უძლურნი ვიქნებით უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ არასდროს უნდა დადგეს დრო, როცა ამას არ გავაპროტესტებთ. კანონის უზენაესობა შეიძლება ილუზია იყოს და ერთ წამში გაქრეს. აი ამ ფერმებს, ტროლბოტების, რაც ჩვენთვისაც ძალიან ნაცნობი არის, ხო? ფაქტებისთვის ბრძოლა უნდა მოვიგოთ. თითოეული ჟურნალისტის კეთილსინდისიერი საქმიანობა შეიძლება იყოს გამსაზღვრელი. საუბრობს კონვერტის ჟურნალისტებზე, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებისთვის იღებენ კონვერტებით ფულს და ამის მაგალითები ქართულ სატელევიზიო სივრცეში სამწუხაროდ არსებობს. ეხლა რაც წავიკითხე აქ, რომ პრეზიდენტ დუტერტეს მაგივრად, არ ვიცი, ირაკლი კობახიძე თუ მამუკა მდინარაძე ჩავსვათ და რაპლერის მაგივრად, რა ვიცი, რომელიმე ორგანიზაცია, რომელსაც ქართული ოცნება თავს ესხმის, იდენტური ტექსტი გამოვა და ამაზე მე კიდევ ერთხელ დავფიქრდი, სად არის ჩვენი როლი.